Quens status დავეყრდნობი და მე განვავრცოთ ეს თემა. Ძვირფასო საჯარო მოხელეებო დღეს მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებების თანახმად. თუ თქვენს უფროს თვალში არ მოუხვალთ და არა დამაკმაყოფილებლად შეგაფასებთ, ამის შემდეგი სულ მცირე 6 თვის ხელფასის 20%-ის დაკავება შეუძლიათ. თქვენს უფროს თქვენი ნახევარი წლის ხელფასის 20%-ის დაკავება ყოველ 6 თვეში ერთხელ შეეძლებათ. თუ აქამდე რეორგანიზაცია ლიკვიდაციის დროს გაშვებულები სასამართლოს გზით განაცდურს მაინც იღებდნენ, აწი ეს ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. ძვირფასო ქვედა და საშუალო რგოლის მენეჯერებო, თქვენ აღარ ჩაითვლებით მუდმივი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოხელეებად, თქვენი ხელშეკრულება იქნება ადმინისტრაციული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აქ ჩამოთვლილია კიდევ სხვა ფაქტორები. საბა, ამ მოვლენამ რასთანაც ახლა საქმე გვაქვს, რომელსაც წინ უძღოდა პოლიტიკური ფიგურების, ივანიშვილის მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის დედაქალაქის მერის პირდაპირი მუქარა საჯარო მოხელეების მიმართ, ამან შეიძლება თუ არა გამოიწვიოს უკუ ეფექტი, ის კი არა რომ დაემორჩილონ ბოლომდე ივანიშვილის რეჟიმს, არამედ პირიქით უარი უთხრან სწორედ აი ამ ფაქტორების დამატებით იმ პროტესტზე, რომელიც მათ აქვთ შინაგანად ალბათ, ბევრს ყოველ შემთხვევაში, ან რაღაც ნაწილს. პირველ რიგში ძალიან აშკარა არის, რომ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რაც უნდა რომ გააკეთოს, არის ის, რომ ერთმანეთში აურიოს საჯარო მოხელის სტატუსი, რასაც უნდა აკეთებდეს საჯარო მოსამსახურე და საჯარო მოხელე და პარტიული მუშაკი. მათ სურთ, რომ საჯარო მოხელეები პარტიულ მუშაკებად გადააქციონ და ზუსტად ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაინიცირდა და უკვე 2 მოსმენით არის მიღებული და მესამეთით ცხადია მიიღებენ. ანუ ეს ცვლილებები, რასაც ასახავს, არის ის, რომ მათ შეეძლებათ უმარტივესად, რომ ადამიანები გაუშვათ სამსახურიდან, ადამიანებს ხელფასი შეუმცირონ და ადამიანები გადაიყვანონ უფრო დაბალ თანამდებობაზე. უმარტივესად ყველანაირი სამართლის დარღვევის გარეშე. ეს არის გასვლა არა მხოლოდ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების, არამედ ასოცირების ხელშეკრულებიდან. აი, როცა არის საუბარი მაგალითად უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის გადახედვაზე, ხო? ერთ-ერთი საფუძველი ესეც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თავის დროზე საჯარო სამსახურის რეფორმა და კონკრეტული გარანტიები, რომელიც გააჩნიათ ახლა საჯარო მოხელეებს, გაჩნდა ამ ასოცირების წესრიგის ფარგლებში. და ახლა ისინი აქედან გადიან აი ამ ფორმატიდან გადიან მთლიანად, ხო? ამან აუცილებლად უნდა გამოიწვიოს შესაბამისი პასუხი ღირსეული საჯარო მოხელეებისგან, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი არიან. ჩვენ ვნახეთ მათი განცხადებები, პეტიციები, მათი პროტესტი იმ მართლა სახელმწიფოს გრევის პროცესის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, იმ ავტორიტარული წესების წინააღმდეგ, რომელსაც ეს რეჟიმი გვახვევს თან. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შემდეგ დღეებში კიდევ უფრო დიდ პროტესტს ვნახავთ ელემენტარულად სულ რომ პოლიტიკურად არ გაინტერესებდეს ქვეყანაში რა ხდება და საით მიდის სახელმწიფო, ელემენტარულად ის საკითხი, რომ შენი ხელშეკრულება, რომელიც უნდა ყოფილიყო მუდმივი, ხო და არ უნდა ყოფილიყო მიბმული რაღაცა პოლიტიკური თანამდებობის პირზე, ეხლა რომ სრულად იქნება მიბმული არა მხოლოდ ხელშეკრულების ხანგრძლივობა, არამედ ხელფასის ოდენობა და საერთოდ თანამდებობის შინაარსი, ხო? ეს უნდა გახდეს აუცილებლად საჯარო მოხელეების. თქვენ ახსენეთ პარტიული და რეალური ფუნქციები, რაც საჯარო მოხელეებს უნდა კონდეთ, დიახ, ხელისუფლება ცდილობს, რომ ისინი პარტიულ, ასე ვთქვათ, ჩარჩოში მოაქციოს მთლიანად და ამსახუროს პარტიას. აი ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, როგორია სტრუქტურა საჯარო მოხელეების, როგორ ეყრდნობა მათ ივანიშვილი და როგორ შეიძლება მოიშალოს ეს საყრდენი ისე, რომ საჯარო მოხელეებმა ყველამ, ვისაც ეუბნებიან, რომ ის პარტიული მუშაკია და არა რეალური საჯარო მოხელე, გამოეცალოს ივანიშვილს. აი ახლა ეს ფაქტორები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, შეიძლება იწვევდეს 2 განვითარებას მოვლენების. ერთი, რომ ამან გაზარდოს პროტესტი, მეორე, ამან გაზარდოს დაქვემდებარება. რა უნდა მოხდეს, რომ აქ დაკარგოს ივანიშვილმა მხარდაჭერა და თუ აქ დაკარგა ივანიშვილმა მხარდაჭერა, ეს მისთვის იქნება უდიდესი დარტყმა. შეიძლება დაუჯდეს ძალაუფლების ფასად. დიახ, ანუ რასაც ვხედავთ ეს ძალიან აშკარაა, ანუ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების რაღაცა ელემენტარი სულ მცირე მაინც ლეგიტიმაცია რაც გამოიხატება იმაში, რომ რაღაც ფუნქციონირებენ მაინც, ხო, საჯარო სამსახური, აი საჯარო მოხელეებზე დგას პირდაპირ შეიძლება ამის თქმა. ამიტომ აი ეს რეფორმები, რაც დაანონსეს, შეიძლება გახდეს მათი დასასრულის დასაწყისი, ამის თქმა არ მომერიდება. პირველ რიგში რაც ამით ჩანს არის ის, რომ დუმილის დრო საჯარო მოხელეებს
მოხელეებს უკვე აღარ აქვთ. ანუ თუ რომც ჩვენ ვერ გავიმარჯვოთ, ხო, დაუშვათ ერთი წამით და ქართულმა ოცნებამ მაინც შეძლოს ამ პროტესტის დათრგუნვა. ანუ ისინი ვინც ახლა არიან გაჩუმებული, ვინც აქტიურად არ უჭერენ მხარს ოცნების ხელისუფლებას, ანუ ისინი იქნებიან პირველები, ვისაც თანამდებობებს დაატოვებინებენ, ვინცაც ესე გაცხრილავენ და გაწმენდნენ საჯარო სამსახურისგან, ის ხალხი აღმოჩნდება ჩვენს გვერდით. ეს უკვე ძალიან აშკარა გახდა. ამიტომ ამ ადამიანებს დღეს აქვთ არჩევანი, ან გაჩუმდნენ ისევ და დაელოდონ რაღაცა გარდაუვალს მათთვის, ან ამოიგონ ხმა, დადგნენ ქართული ხალხის გვერდით და დაიწყონ უკვე ხელისუფლების ამ არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდებით. პირველი რაც ყველაზე მარტივი არის, ეს არის მათი მხილება იმ კორუფციულ სქემებში, რომელიც უკვე ფაქტობრივად გაჯდა ყველა სამსახურში სამწუხაროდ და ეს კორუფცია შეესია, სენი დაბრუნდა ჩვენს საჯარო სამსახურებში. აი ამის მხილება შეიძლება იყოს ყველაზე მარტივი გზა ხალხამდე იმის მიტანა რეალურად იმ ინფორმაციის რაც ხდება. მათ შეუძლიათ ასევე გამოიყენონ თავიანთი ეს გაფიცვის უფლება, გაფიცვა არა აუცილებლად შრომით სამართლებრივი მნიშვნელობით, არამედ როგორც გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, მათ შეუძლიათ დაწერონ ეს შვებულების განცხადებები, გამოიყენონ რაღაც თავისუფალი დღეები, რომელიც დარჩათ და ელემენტარულად თქვან ის, რომ ისინი არ შეასრულებენ უკანონო ბრძანებებს. ისინი უნდა გამოვიდნენ და შემოუერთდნენ ჩვენს პროტესტებს და უბრალოდ ეს ადამიანები, ვინც მუშაობენ პატიოსნად თავიანთ საჯარო სამსახურებში, მათ უნდა გაიაზრონ, რომ მათი სამსახური მიემართება არა რაღაცა უფროს ან რაღაცა მსგავს, მათი სამსახური მიემართება ქართველ ხალხს. ისინი არიან საჯარო მოსამსახურეები, ხალხის მოსამსახურეები. ამიტომ მაშინ, როდესაც ქართული ხალხისთვის არის ყველაზე ეგზისტენციური მომენტი, ისინი სწორედ ხალხის გვერდით უნდა დიდი მადლობა საბა, დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში.